საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. 18 წლამდე ბორჯღალოსნებმა ზოგადად ქართული სპორტის თამასა აქამდე არ ნახულ სიმაღლეზე ასწიეს და ფინალში დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად ჩვენგან მადლობის მეტი არაფერი დაუმსახურებიათ. რაგბის სამყარო სპეციფიურია. აქ შემთხვევით არაფერი ხდება და არც ფინალში გადის ვინმე ისე, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გამოავლინოს. ქართველებმა 6 ერის ორი ნაკრები მედლებს მიღმა დატოვეს. ჩვენი ბიჭების პირველი მსხვერპლი ირლანდია აღმოჩნდა. მეოთხე ფინალში კელტებმა პირველი ტაიმი 8-3 მოგვიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდმა მობილიზება მოახერხა და მეტოქეს ქულა აღარ ააღებინა. შესანიშნავად დაყენებული მოლის წყალობით კი ლევან ჭავჭავაძემ ანგარიშის გაათანაბრა და თამაში უჩვეულო სარაგბო სანახაობა შუთავუთებამდე მიიყვანა. არეშიძემ, მოდებაძემ და მოძღვრიშვილმა გაიტანეს. ირლანდიელებს კი დარტყმა მხოლოდ ერთხელ გამოუვიდათ და ნახევარფინალშიც გავედით. შუთავუთი ხომ თავისთავად იშვიათობაა და ერთ ტურნირში ერთმა გუნდმა ზედიზედ მეორეში მიიღოს მონაწილეობა, საერთოდ არ ნახული რამ გახლავთ. საქართველო იტალიასთანაც აგებდა, მაგრამ მატჩი 6-6 დაასრულა და შემდეგ ისევ მეტოქეზე ზუსტად ურტყა. ფინალისტვის დავით ჩავლეიშვილს შემადგენლობაში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. დაშავებული დავით მოძღვრიშვილის ნაცვლად 10 ნომერზე ცენტრი გიორგი გოგოლაძე დადგა. 4 აპრილიც მოვიდა, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მანამდე შეძლეს ის, რასაც მათგან ქართული რაგბის ყველაზე ოპტიმისტი ან მაქსიმალისტი კომაგიც კი არ ითხოვდა. ტულუზაში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ პირველი ტაიმის დიდი ნაწილი ქართველებმა კარგად ჩაატარეს. თავიდანვე შეტევას სცადეს და მეტოქეს კარგადაც მიაწვნენ, თუმცა ანგარიშის გახსნის პირველი შანსი მაინც მასპინძლებს მიეცათ. მე-6 წუთზე მათ საჯარიმო ვერ გამოიყენეს. 3 წუთში კი უკვე აფრასიძეს ჰქონდა გატანის შესაძლებლობა. ფრანგთა საჯარიმოსგან განსხვავებით პოზიცია საკმაოდ რთული იყო, მით უმეტეს თინეიჯერი ბიჭისთვის. აფრასიძემ ტექნიკურად გამართულად დაარტყა, მაგრამ ძალა ოდნავ დააკლდა და ბურთი ხარიხას მოხვდა. ირლანდიელმა რეფერიმ მალე უშანგი ჭეიშვილი 10 წუთით დაასვენა და ჩვენი მდგომარეობა გართულდა. სტუმრები მანძილის მოგებას ფეხით უფრო ცდილობდნენ და ეს ხანდახან არც თუ ურიგოდ გამოსდიოდათ. მოსახდენი მე-16 წუთზე მოხდა და მასპინძლებმა პირველი ლელო გაგვიტანეს. ბორჯღალოსნებს ყურები ნამდვილად არ ჩამოუყრიათ. იმის მიუხედავად, რომ 27 წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი გაგვიძევეს, სალელოვეთ გავიწიეთ და 5 წუთში შესანიშნავადაც შევუტიეთ. სამწუხაროდ ერთი საბედისწერო შეცდომის გამო ლელო აქეთ დაგვიდეს. ტაიმი 12-0 წავაგეთ. ახლა რთულია იმის თქმა, რა იქნებოდა მატჩის პირველი ნახევარი რომ მოგვეგო, ან ფრედა გვემთავრებინა. სავარაუდოდ მეორე ტაიმში სულ სხვა განწყობა და შემართება იქნებოდა. თამაშს რა თქმა უნდა დავთმევდით, იმიტომ რომ ფრანგებმა ქართულ თანატოლებს ყველა კომპონენტში აჯობეს, მაგრამ ანგარიში შეიძლება ბევრად განსხვავებული ყოფილიყო. ტურნირის განმავლობაში გადატანილი ურთულესი ბრძოლების შემდეგ ემოციურად დაცლილი და ფიზიკურად დაღლილი ქართველები გატყდნენ. ფრანგებმა მეტოქეს პატივისცეს და წამით არ შეჩერებულან, ბოლომდე დაიხარჯნენ. მეორე ტაიმში კიდევ 7 ლელო მივიღეთ. ეჯგარეშია 60 წელიწადში ფრანგთაგან ბევრს ტოპ 14-ში ან სულაც დიდ ნაკრებში ვიხილავთ, მაგრამ ასევე იქნება საქართველოს ნაკრების შემთხვევაშიც. 18 წლამდე ბორჯღალოსნებმა შეუძლებელი შეძლეს და დაგვანახეს, რომ ქართული რაგბი მხოლოდ დღევანდელი დღით არ ცხოვრობს. მას კარგი მომავალი ეზრდება.